შევარჩიეთ რამდენიმე სკოლა ფოთში და ხობში. ფოთში შერჩეული იქნა 6 სკოლა და ხობში 2 სკოლა, პირველი და მეორე და დაუდგით ეს ჩვენი გარემოხმარების ურნა მათ სკოლის ტერიტორიაზე და გამოუცხადეთ, რომ 10 დღის განმავლობაში ვინც უფრო მეტ ელექტრონარჩენს შეაგროვებდა, გამარჯვებულიც ის იქნებოდა და ძალიან შთამბეჭდავი შედეგები დაიდო. მოკლედ ძალიან დიდი ჩართულობა იყო ბავშვების და მათ შორის მასწავლებლების, დირექტორების, ნარჩენების მართვის ცენტრი ფოთში გვაქვს განთავსებული, რომელიც ფარავს დასავლეთ საქართველოს, სამეგრელოს და აჭარასაც ამ ეტაპზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ერთგვარი ჰაბი არის ჩვენთვის, სადაც თავს იყრის დასავლეთ საქართველოს შეგროვებული ნარჩენები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ თვითონ ფოთშიდაც განვითარდეს ეს ჩვენი შეგროვების პუნქტები გაჩნდეს და სისტემა დაინერგოს და მინდა გითხრათ, რომ ფოთშიც და ხობშიც ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია ამან, მათ შორის მუნიციპალიტეტშიც, მასწავლებლებშიც, მოსწავლეებშიც, დასავლეთ საქართველოს ზოგადად სამეგრელოში ძალიან სენსიტიურად უდგებიან ხოლმე ამ საკითხებს და მე მოხარული ვარ, რომ ესეთი დიდი ჩართულობა მივიღეთ, იმიტომ რომ მოსახლეობა ფაქტიურად მზად არის ამისთვის და მოთხოვნაც არის, რომ იყოს თანამედროვე ნარჩენების მართვის სისტემა ქვეყანაში. მაგრამ დიახ, ამას სჭირდება ბევრი მუშაობა და სწორედ ვიხარია, რომ საშუალება მოგვეცადა ფოთელებს და ხობელებს მუშაობებით ამ ეტაპზე და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დაიდო ამ ორ მუნიციპალიტეტში. ყველა რეგიონში არის გამოწვევები, მაგრამ დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ხობში და ფოთში, მნიშვნელოვანია, რომ მივცეთ საშუალება, რომ სწორად შევაგროვოთ ნარჩენები და გადავამუშავოთ. ბიზნესს რა შეეხება, ჩვენ APM ტერმინალი ვახსენეთ, ეს ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაცია არის და მათ აქვთ გამოცდილება და სტანდარტიც მაღალი აქვთ. არიან ჩვენი წევრები და თანამშრომლობენ ამ ნარჩენების მიმართულებით. მაგალითად, ისეთი ნარჩენი, როგორც არის საბურავი, ელექტრომოწყობილობები, აკუმულატორები და ზეთები, ამ მიმართულებით ჩვენ APM-თან თანამშრომლობთ და საკმაოდ დიდი ხანია უკვე და საკმაოდ ნაყოფიერად. თვითონ მუნიციპალიტეტებსაც ევალებათ სეპარირებული შეგროვება და ჩვენ მათთან ერთად ვაკეთებთ ამ ყველაფერს და ეს ძალიან კარგია დასაწყისისთვის, ხო, ამ ნაკადებზე, რომელიც თქვათ ჩვენს წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ქვეშ ხდება, ხო, მართვის ქვეშ და ბიზნესებს რაც შეეხება, ისინი გზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ითანამშრომლებენ აუცილებლად. ხშირად არის ხოლმე, რომ არ ვიცით რა ვქნათ, სად წავიღოთ. კი, ვიცით, რომ სახიფათოა, ვიცით, რომ პირობითად არ უნდა განვათავსოთ მუნიციპალურ ურნებში, მაგრამ არ ვიცით სად, როგორ მოვიქცეთ. და ჩვენ ძალიან დიდ შრომას ვდებთ ამაში, რომ ეს იქნება შეხვედრები, ეს იქნება ჩვენი კამპანიები სხვადასხვა არხებით, რომ მათ გავაგებინოთ, რომ ჩვენ იმისთვის ვართ, რომ სწორად მართოთ ნარჩენები. ჩვენ ისევე როგორც მთელი მსოფლიო გადადის ამ ცირკულარული ეკონომიკის მოდელებზე, ხო, ჩვენც უნდა ფეხი აუწყოთ ამას, რა, სხვა გამოსავალი არ არსებობს, იმიტომ რომ თანამედროვე ეკონომიკური ფორმაციები, რაც ეხლა ფორმირდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს იქნება დასავლურ ქვეყნებში თუ მათ შორის განვითარებად ქვეყნებში, აზიაშიც, აფრიკაშიც ყველგან ინერგება ეს მოდელები, იმიტომ რომ ამან გაამართლა დასავლეთში და დღეს ევროკავშირის ქვეყნები არიან ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ ნარჩენებს გადაამუშავებენ, იმიტომ რომ ამაზე ამ ცირკულარულ ეკონომიკას ავითარებენ 30 წელია უკვე. ეხლა რა სარგებელი მოაქვს ამას, ხო, ორი განზომილება აქვს, ერთი არის გარემოს დაცვითი, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ ეხლა სპეციფიკურ ნარჩენებზე, რომლებიც სახიფათო კომპონენტებს მოიცავს თავის თავში და არ შეიძლება ამის ბუნებაში განთავსება, ესე უკონტროლოთ, არც ნაგავსაყრელზე არ შეიძლება ამათი განთავსება. იმიტომ რომ ეს აბინძურებს ნიადაგს, წყალს, ჰაერს და საბოლოო ჯამში ჩვენს კვებით ჯაჭვში ხდება ეს ყველაფერი და ჩვენს
ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს ადამიანების. და მეორე განზომილება არის სწორედ ეკონომიკური, იმიტომ რომ ამ ჩვენს რაზეც ვსაუბრობთ ამ ნარჩენებში არის უამრავი რესურსი, რომელიც გამოყენებაც ხელმეორედ შეიძლება გადამუშავების გზით. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ამ ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებით და სწორად გადამუშავებით ჩვენ ვიღებთ რესურსს, რომელიც გამოიყენება ახალი ნივთების დასამზადებლად და არ ვეხებით ბუნებას. ისევ გარემოს უკავშირდება ეს ერთგვარად, იმიტომ რომ პირველადი მოპოვების წილი იკლებს, ხო აქ? და პირველადი მოპოვების შედეგად იმდენი ენერგია იხარჯება, იმდენი რესურსი იხარჯება და უფრო ძვირიჯდება, ვიდრე მეორადი ნედლეულის გადამუშავება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დაინერგოს ეს და ამავე დროს არის ეკონომიკური ფაქტორი, ეფექტი, რომ იქნება ახალი სამუშაო ადგილები. აუცილებელია, რომ შევქმნათ გადამამუშავებელი საწარმოები უკვე საქართველოში. კი ბატონო, ეს გამოწვევად რჩება მუნიციპალურ დონეზე, ნარჩენების სეპარირებული შეგროვება ნამდვილად რჩება გამოწვევად. უკვე დიდი ხანია მათ აქვთ ეს ვალდებულება, თუმცა ამას აქვს ან ეპიზოდური ხასიათი და რაღაც საპილოტო პროექტებში გამოისახება, საბოლოო ჯამში ეს სისტემურად ვერ მოხერხდა და ვერ ხორციელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ სწორი გზით მივდივართ, მინდა გითხრათ, როგორც ქვეყანა, ჩვენ გვაქვს თანამედროვე კანონმდებლობა ნარჩენების მართვის მიმართულებით და დავიწყეთ ამ წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა. ჯერ მხოლოდ სპეციფიკური ნარჩენების ნაკადებზე, თუმცა ველოდებით, რომ აუცილებლად ამას უნდა მოყვეს შეფუთვის ნარჩენების ნაწილიც. ამ შეფუთვის ნარჩენები არის ის ნარჩენი, რომელსაც ჩვენ წარმოვქნით საყოფაცხოვრებო დონეზე და ყველაზე დიდი ნარჩენების ყველაზე დიდი მოცულობა აგროვდება სწორედ. აქ ბიზნესიც არის ჩართული, მომხმარებელიც დაინტერესებულია და მუნიციპალიტეტებიც თავის როლს ითამაშებენ და ჩვენ ნანახი გვაქვს არაერთი ქვეყნის მაგალითი, როგორ არის ეს წლების განმავლობაში როგორ ვითარდებოდა ეს პროცესები და ეხლა ისეთ ქვეყნებში როგორც ბელგია, ჰოლანდია პირობითად იქ უკვე ნაგავსაყრელები აღარ არსებობს. ჩვენ გვაქვს ნანახი. საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელი საერთოდ არ არსებობს. მუნიციპალიტეტების ჩართულობა იქნება უმნიშვნელოვანესი, მათ თავიანთი თუმცა კერძო ბიზნესი რო ერთვება და მათი ვალდებულება ერთვება, ეს ურთიერთთანამშრომლობა მუნიციპალიტეტის და კერძო ბიზნესის იქნება ძალიან ეფექტური. იმიტომ რომ აქ ფინანსური წყაროებიც გაჩნდება რესურსებიც, გაჩნდება ასევე ლოჯისტიკური, თქვათ ის საჭიროებები, რაც დღეს არსებობს და რასაც ვერ აუდიან მუნიციპალიტეტები, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ეს ყველაფერი გაჩნდება სწორედ აი ამ კერძო და საჯარო თანამშრომლობის მაგალითზე.